კულტურის ცენტრმა ქართული ეროვნული ცეკვების სახელმწიფო ანსამბლ გურჯაანის სოლო კონცერტს უმასპინძლა. სამხატვრო ხელმძღვანელის პაატა გურგენიძის განმარტებით ღონისძიება გიორგობას მიეწყნა მაყურებელმა ძველ ნაცნობ რეპერტუართან ერთად ახლად დადგმული ცეკვების იხილა. საღამომ სრული ანშლაგი ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. უპირველეს ყოვლისა მიულოცავ გურჯაანს და ანსამბლ გურჯაანს მიულოცავ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ საოცარი საღამო იყო ეროვნული სულისკვეთებით, ქართული სულისკვეთებით და გამოვედი ესეთი შთაბეჭდილებით, რომ ქართული გენი არ გადაშენდება. ვერანაირი მტერი ვერ მოერება ქართულ გენს და აი ეს გენი, ქართული გენი სულისკვეთება გვაჩვენეს დღეს ანსამბლ გურჯაანმა და მე მადლობას ვუხდი პედაგოგებს და ანსამბლს, მთლიან კოლექტივს და ბავშვებს, ახსასწრებს და მერთმა დალოცოს წყალობა და მადლი მისცეს ყველას. პირველ რიგში იმის დავიწყებ, რომ რამდენიმე თვეა სულ რაც ამ ანსამბლში შემოვედი და არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ანსამბლში არსებულ გარემოს. იმიტომ რომ ზოგადად ვფიქრობ, რომ ყველანაირ პროფესიაში გარემო გაყვაროს პირველ რიგში საქმიანობას, რასაც აკეთებ. ამიტომ ძალიან დიდი ოჯახურობა დამხვდა ამ ანსამბლში პირველ რიგში და ამიტომაც ძალიან ბედნიერი ვარ ამ ანსამბლის წევრი ვარ უკვე და ეს იყო ჩემთვის ამ ანსამბლიდან პირველი კონცერტი. და ანუ მართლა ზღვა ემოციებით ვარ, სავსე ვარ ემოციებით, იმიტომ რომ ისეთი კონცერტი გამოგვივიდა, როგორც გვინდა და გეგმაში ვქონდა და ვფიქრობ, რომ მაყურებელსაც ძალიან მოვაწონეთ თავი. ყველაფერი, რაც ვნახე ცხოვრებაში, საერთოდ უცხოეთი, ევროპა, ამერიკა, აფრიკა, აი რაც ვნახე რა, ყველაფერი ვნახე აქედან. ამ ანსამბლიდან გურგენიძეებიდან ვნახე და ცხოვრებაში ცეკვამ და ხელოვნებამ მანახა მთელი ყველაფერი. მე რო ალბათ არ მეცეკვა და მოცეკვავი რო არ ყოფილიყავი და ხელოვანი ადამიანი რო არ ყოფილიყავი, ალბათ ვიქნებოდი ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე. ასე რომ ამ ცეკვამ მომანიჭა მე დღევანდელმა საღამომ დიდი ბედნიერება, დიდი სიხარული და 20 წლიანი შრომა მე მგონი რომ დამიფასდა. ყოველთვის ვცდილობთ რომ სიახლე შეთავაზოთ მაყურებელს და ეხლაც ეს იყო დავარქვით კახური ლეგენდა, რომელიც კახურ სუიტაზე იყო დაფუძნებული და ვფიქრობ რომ გამოვიდა. რაც თავარია მაყურებელს მოეწონა და თავარი ის არის რომ ჩვენი ანსამბლი არავის არ ბაძავს, გვაქვს მხოლოდ ჩვენი და მხოლოდ ჩვენი და ყოველთვის აი ამ დევიზით მივდივართ და ვიქნებით ყოველთვის. მადლობა მაყურებელს, მადლობა თქვენ ტელევიზიას, მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, ვინც გვერდში დაგვითო კულტურის სახლის დირექციას და რა ვიცი, მომავალ წელს უფრო ახალ და უფრო კაკ სიახლეებს შემოგთავაზებთ.